გამარჯობა ლაშ. გამარჯობა მე ჩემი ყოველდღიური მოსალმება ტრადიციული მოსალმებით, ხო? როგორ ხარ? ძალიან კარგად ვარ. იმიტომ რომ დღეს ძალიან სხვანაირი ფორმატი გვაქვს, ბევრად საინტერესო, ასე მგონია მაყურებლისთვისაც და ჩვენთვისაც. ბევრად საინტერესო და ბევრად გასახარი, იმიტომ რომ ეს ეპიზოდი იქნება ძალიან საინტერესო შინაარსობრივად, რა თქმა უნდა. და საჩუქრების ზღვა? საჩუქრები გვექნება უამრავი. ანუ ჩვენ მაყურებელს მინდა აქედან უთხრა, რომ ძალიან ბევრი საჩუქარი და სურპრიზი გეუდებათ ამ ეპიზოდის განმავლობაში, ამიტომ აუცილებლად ბოლომდე უნდა უყუროთ ამ ეპიზოდს და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს და ვინ ყავს შენ მოყევი? ჩვენ ყავს სეტანტას ფორმულა 1-ის კომენტატორები ლევან მიმინოშვილი და პატა პაპუაშვილი. პაპიაშვილი. ბოდიში? გესალმებით. გამარჯობა. გვიხარია რომ გვესტუმრეთ და მოყვებით იმ ისტორიებს, რაც დარწმუნებული ვარ რომ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. კი. ხო. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. საინტერესოა ჩვენთვისაც მსგავსი გადაცემა, იმიტომ რომ პირველად ვარ მსგავს გადაცემაში, საინტერესო ექსპერიენსი. ხო, რომელიც ჩვენ დღეს ვოისეორები ვაერთიანებთ კინოს და სპორტს, როგორც მიხვდებოდნენ ჩვენი მაყურებლები. კინოში ცოტა სუსტი ვარ, მაგრამ სპორტში. ხო, სპორტში. სამაგერო ჩვენ ვარ ძალიან სუსტები სპორტში. კინოში არის ძლიერი და სპორტშიც. სამაგეროდ ბარ. აჰა, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ხო, და მნიშვნელოვანი არის ეს კვეთა რომ ავღნიშნოთ რა, ისე გამოვიდა რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ვისი წყალობითაც ქართველები მშობლიურ ენაზე უყურებენ კინოს და თქვენ აღმოჩნდით ადამიანები, რომელთა საშუალებითაც და დახმარებითაც უყურებენ მშობლიურ ენაზე სპორტს, ხო? კონკრეტულ მიმდინარეობას და თან კინოშიც გადაიკვეთეთ და ამაზე მე გავშლით კიდევ ეპიზოდის განმავლობაში. ბროლო ვახსენოთ ჩვენს მაყურებლებთანაც, თქვენ გაახმოვანეთ ფორმულა 1-ის ახალი ფილმი, რომელშიც ბრედ პიტი თამაშობს თავარ როლს და იქ გაახმოვანეთ კომენტატორები იქაც. თქვენი თავი იყავით მოკლედ ასე ვთქვათ. არ დაგვავიწყდეს. ბარდემიც თამაშობს მაგ ფილმში, კი, ნამდვილად. და თქვენი თავი იყავით მოკლედ, ხო, ამ ფილმში? ბრიტანელი კომენტატორები ვიყავით. ბრიტანელი, ოღონდ ქართულ ენაზე. მან ფილმში არა საერთაშორისო კომენტატორები არიან გამოყენებული, არამედ ბრიტანელი, ანუ ბრიტანული Sky Sports-ის კომენტატორები არიან. საერთაშორისო კომენტატორი კიდე სხვა არის. აჰა, გასაგები. მან ეს დავამატებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თვითონ ფილმის გადაღების შემდეგ Warner-ის მოთხოვნა იყო, რომ რომელ ქვეყანაში იმართებოდა პრემიერა, როგორც ვიცი, უნდა გაეხმოვანებინათ კომენტატორების ფრაზები ზუსტად იმ კომენტატორებს, ვინც მუშაობდნენ იმ ქვეყანაში. ძალიან საინტერესოა, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. ზოგადად ფილმთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, ძალიან იყო ფორმულა 1 ჩართული გადაღებების პროცესში. შეუძლებელია არ ვახსენოთ ის ლეგენდარული მრბოლელი ლუის ჰამილტონი, რომელიც ერთ-ერთი პროდიუსერი იყო ამ ფილმის და ძალიან მიახლოებული იყო მოკლედ რეალობასთან, როგორც ვიცი. რეალობასთან მიახლოებული კი არა, რეალური კადრები იყო. შეუძლებელია უბრალოდ ეს Apex Racing-ი, ვინც არის თავარ როლში, ეს გუნდი იყო დამატებული და ჩვეულებრივად დაყვებოდა ფორმულა 1-ს ყოველ რბოლაში, რომ ეპიზოდები გადაიღოთ და თან ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავის თავს თამაშობს ყველა მანდ და არა ვიღაცა მსახიობი ასრულებს, ანუ რეალური პერსონაჟები ვინც არიან, ყველა თავის თავია რა, არავინ არ არის მსახიობი, ანუ მაგალითად ლუის ჰამილტონის როლში არ თამაშობს ვიღაც. თვითონ ლუის თამაშობს თავის თავს. Verstappenis როლშიც არავინ არ თამაშობს, Verstappen. აი ზუსტად წარდგენა გქონდა სანამ ფილმის პრემიერა იქნება და 1-2 სიტყვით უნდა წარგვედგინა ფილმი და იქ ზუსტად ეს ვახსენე რა რომ იქ ეკრანზე მიჩვეულია მაყურებელი აი Marvel-ის DC-ის გმირების ყურებას გამოგონილი გმირების და ეს ტიპები რეალურად გმირები არიან და მართლა როგორც ლიომ თქვა არ თამაშობს არავინ დუბლიორი არ ყავთ მართლა სეზონის განმავლობაში დაყვებოდა ბრედ პიტი და კომპანია და ყოველ ეტაპზე იღებდნენ თითო ეპიზოდს სიტყვაზე იტალიაში თუ ჩავიდოდნენ იქ მონცაზე იქ ერთ ეპიზოდს იღებდნენ და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე მიახლოებულია რეალობასთან ეს ფილმი. ხო, ანუ რეალურ ტრასებზეც არის გადაღებული, ხო? რაღაც შესვენებების დროს იღებდნენ, როგორც ვიცი, ან როლის მეერე, ან რაღაც კაცი. და მანქანებიც F4-ის მანქანები არის მოდიფიცირებული, ხო? Mercedes-ის აწყობილია F4-ის მანქანა, რომლითაც ბრედ პიტი და ჯოშუა პირსი რბოლობენ. ხო, მაყურებელს რომ ვუთხრათ, ეს არის მიმდინარე ფილმი, ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან მარტივად ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს კინოში ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მიმდინარეობს და ცხადია ჩვენი ეპიზოდის შემდეგ გონია რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, იმიტომ რომ მეც მივხვდავ იმის, რომ სულ ვიცი ვთქვათ რა კინო გადის კინოში, არ ვიცოდი ეს ფაქტები. სანამ არ გადავწყვეტით რომ სპოილერთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სპოილერთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ ძირითადად შინაარს არ შევეხოთ მაქსიმალურად, თუმცა ის ძალიან საინტერესოა, რომ
მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებულ კინოზე ვლაპარაკობთ და ხო რაღაც ჰოლივუდური გადახვევები, ანუ გადადრამებულები, აი რაღაც. მაგრამ ბოლივუდური არ არის, კარგია. ეს love story, აი ჩემთვის არ უხდება რა, ესეთ ფილმს love story არ უხდება რა. აი ეგეთი რაღაცები არ და კიდევ არის რაღაც ტექნიკური პატარ-პატარა შეცდომები, რომელიც ხო, აი ეგ შეცდომები არის ძალიან საინტერესო, ალბათ თქვენთვის ძალიან თვალში საცემია. ჩვენნაირისთვის შეიძლება თვალში საცემი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ მაყურებელს ეს ხელს არ შეუშლის საერთოდ რა, მან რა შეცდომებიც არის. თუმცა ის წარმოდგენა ფორმულა 1-ზე და პილოტზე არ უნდა კონდეს, რასაც ბრედ პიტი აკეთებს. მაგრამ ამას მაინც ვიტყვი. კლად ეგრეც არ არის, ესე იგი რეალურ სამყაროში, ხო? მაგრამ კარგია ის, რომ აი თვითონ რა თქმა უნდა სპოილერი არ გვინდა და რაღაც, მაგრამ თვითონ უშუალოდ კადრები, ეპიზოდები ყველა არის რეალურად გადმოტანილი, რაც მომხდარა ფორმულა 1-ში და ამიტომ არის კიდევ საინტერესო, რომ არაფერი გამოგონილი ფილმს არ აქვს. ნუ Apex Racing-ის გამო. ხო და ნუ რაღაც ისეთი რო ვისაუბროთ თქვათ როგორც ფილმზე რომელიც პრინციპში სპორტზეა და მართლა მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს მეორეს მხრივ ანუ ძალიან საინტერესოა როგორც კინოც იმიტომ რომ ეს გამოდის სუფთა კინო ანუ კინო რომელსაც სცენებს არ დგამენ და პროცესია გადაღებული მაქსიმალურად მიახლოებულთან ამიტომ მგონია რომ კინოს მიმართულებითაც ძალიან საინტერესო წელი იქნება ამ ფილმისთვის CGI-იც კი ძალიან ცოტა არის გამოყენებული, როგორც იცი რეალური, ხო. მინიმალურია გამოყენებული. და 7 და 8 თუ 8-დანული აქვს, მე მგონი უკვე შეფასება, რაც საკმაოდ მაღალი შეფასება, მე პირადად არ ველოდი. მეც 7 ველოდი რაღაც. იმიტომ რომ თან ეს ფილმი იყო გადაღებული იმისთვის, აზრი ესდევს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ფორმულა 1-ის გულშემატკივარი გაჩნდეს და მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ ამ ფილმს ექშენიც ძალიან მაღალი დოზით აქვს. ყურება, ხო, ჰანს სიმერი, ხო, კიდევ ერთი ფილმია ფილმი. თავისი იმას ამატებს, ხო? ძალიან დიდი პროცენტია რა. ცხადია ეს იქნებოდა კი. აი ძალიან დიდი პროცენტი. მარტო ჰანსი არ არის იქ თანამედროვე პოპ მომღერლებიც არიან, მაგრამ ნუ ეს დრამატული სცენები. ნუ ძირითადი ფონი მუსიკალური მაინც ჰანს ციმერს ეკუთვნის. ჰანს ციმერის ფილმები. გოუთია რა. ხო, ისეთი ფილმები გვაქვს ჩვენ ნანახი ხა მაგის კომპოზიტორობით, რომ რა ვიცი, ხა დარწმუნებული ვარ, მეტი თუ არა არანაკლები იქნება ამ ფილმშიც ხა ნამდვილად. ანუ მე მაინც გონია რომ იმ ადამიანების გარდა ვისაც კონკრეტულად ფორმულა 1 უყვარს და აინტერესებს და იცის ეს კინო იქნება საინტერესო მხოლოდ კინომოყვარულებისთვისაც რა ანუ გულისხმობ აი ამ თუნდაც მუსიკალური თვალსაზრისით სიუჟეტური და იმით რომ არის ცოცხალი და მაქსიმალურად რეალური ერთი კითხვა მაქვს კიდევ რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ეს პროცესი და ოდესმე აქამდე თუ ქონიათ მსგავსი გამოცდილება ხო ფაქტობრივად გაახმოვანეთ ხო თქვენი თავები თუმცა კი სხვა რეალობაში თავიდან რომ დაგვიკავშირდნენ ანუ ცოტა შეგვეშინდა ანუ მე შემეშინდა იმიტომ რომ არ მქონდა ამ ხრივ გამოცდილება და ერთია კაბინაში იჯდე და ცოცხლად ლაივში რაღაც მიყავდეს ის რა ძალიან გიყვარს და მეორეა უკვე რაღაც სხვანაირი პასუხისგებლობა სხვანაირი ტექნიკა უნდა ხო ამ გახმოვანებას მაგრამ უშუალოდ პროცესით იმ ხელა სიამოვნება მივიღეთ ანუ უკვე სცენებს რომ ნახულობდით, მივხვდი რომ ვაკეთებდი იმას, რაც ვაკეთებ კაბინაში. და აი ჩვენი ხმაც, ჩვენი ემოციაც სრულიად რეალური და ბუნებრივია, რასაც იქ ვაკეთებ და როგორც იქ ვიქცეოდით, ისე ვიქცეოდით იქაც. იმდენად ხა თავის შეკებას არ დავიწყებ, მაგრამ გამოგვივიდა კარგად, იმიტომ რომ რაც ძელოდნენ ქრონომეტრაჟის მხრივ 2 დღეზე იყო გადანაწილებული. არ ვიცი, დაახლოებით 4 საათში მოვახერხეთ ამის ჩაწერა. ანუ ამით იგივე გააკეთეთ უბრალოდ კინოში, ხო. სიამოვნების გამოვაკეთებდით ამას ძალიან სწრაფად. ხო, წარმოვიდგინეთ, თვითონ პროცესი მაინტერესებს კიდე აი როგორი იყო იქ ნათქვამი რაღაც სიტყვები პირობითად, ანუ ტექსტის ცვლილება თუ გიწევდათ, მორგება თავიდან ბოლომდე ქართულად გავაკეთეთ, იმიტომ რომ აი ჩვენი ფრაზები გვაქვს რა, ანუ რეპორტაჟის დროს და აი ეს ფრაზები გამოვიყენეთ რა, ანუ ყველაფერი, ანუ თავიდან ბოლომდე, რასაც იქ საუბრობენ, შინაარსი რა თქმა უნდა არ შეგვიცვლია, ტექსტი არ შეგვიცვლია, უბრალოდ აი როგორც მაგ ტექსტს ვიტყოდით ქართულად და რა სტილშიც აი ეგრე საუბრობ. აი ხორღის მაგივრად ხრეში რომ ანუ ხორღი იყო თავი რაღაცები იყო რა შეცდომები თარგმანში, თუმცა ანუ გაცილებით მეტი შეცდომას ველოდი. ბრავო, ვინც დავახვედრა ის ტექსტი. ანუ ხელები ამიწევია, ბრავო, იმიტომ რომ იმდენად
რთული ისენი არის სპეციფიკური ტექნიკა თქო და ეს ყველაფერი ნათარგმნი ქონდა ძალიან კარგად იყო ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტექსტი იყოს სწორი რომ თქვენ არ კი ზოგადად ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ხო მეც გავახმოვანე რაღაც მომენტები მაგ ფილმში ხო ძირითადად რაღაც ფონური მომენტები და ძირითადად ფილმებზე ახლა დუბლირებაზე რომ მუშაობთ ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირების ერთი არის თარგმანის ახლა მაყურებელს შეიძლება ესე დეტალურად არ იცის მაყურებელმა მაგრამ რა თქმა უნდა ფილმი ითარგმნება შემდეგ ხდება ამის ქართულ ენაზე ადაპტირება და ძალიან დიდი შრომა მიდის მაგ ყველაფერზე რომ არა მარტო ხო სპორტული არამედ კი აი სამეცნიერო ფილმებიც რაღაც სპეციფიური ფილმები რომ მოდის ხოლმე ძალიან დიდი ჩართულობა ადამიანების რომ რაღაცები იყოს სწორად გასაგებად არ იყოს აცდენაში და ხო ძალიან გამიხარდა რომ მაგ ფილმზეც ეგრე მოხდა და თქვენი პროფესიონალების აზრით ეხლა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ცნობილება მოკლედ არ ქონდა მაგ ყველაფერს რა არა ძალიან კარგი იყო თან ერთ-ერთი ჩემი ოცნება ავისრულე ამითია მართლა ხო ოცნება მქონდა ფორმულა 1-ის კომენტატორი გამختارიყავი გავხდი საკოლექციო მოდელების მაღაზია რომ გამეხსნა გავხსენდა და ეხლა ეს დამრჩა და ფილმიც გაახმოვანა ერთი გავახმოვან მამ სიამოვნებით გავახმოვან კიდე ესე მე მგონი შენი არა მაგრამ ჩემი კონკურენტები იჩნდებიან მე მგონი მე როლებს რომ მართმევენ მე მიყვარს მე დიდი სიამოვნებით გავახმოვანებდი ვილენს რა ბოროტ პერსონაჟს ვერ გავახმოვან შეიძლება მაგამ ბავშვი დამეგობრება საინტერესო იქნება ძალიან ხმა ორივეს ძალიან კარგი გაქვს კი ახალი კონკურენტები მყავს მოსაშორებელი კასტინგებზე რომ ერთად ვართ და ერთად იმაზე ამ დროს მე პირიქით უნდა ვქნა მე უნდა ვისწავლო ეხა ფორმულა 1-ის ფორმულა 1 გონი ეგრე მალე ვერ ისწავლე მე ფორმულა 1-ის კომენტატორი ნამდვილად ვერ გამომივა ნამდვილად საშინელება იქნება ჩემი დაკომენტარებული ფორმულა 1 თან სად ვართ ზილიკოში ეს არის ბარნოვის 64 კაფე რესტორანი და კლუბური სივრცე როგორ მოგეწონათ ძალიან მომეწონა ეხლა გუნდა მეთქვა სამ შემკითხავდი როგორ მოგეწონაზე გასწრებდი მომასწარი კითხვა ძალიან მომეწონა აი გავოცდი ცოტა რომ არ ვეღოდი კიდე ბევრი სივრცე აქვს როგორც გარე სივრცე ისე ქვედა სივრცე ქვემოთ კლუბური სივრცე მოკლედ და ძალიან კარგი გარემოა და მე მგონი უნდა მოვიდე კი უგემრიელესი კერძები აქვს სასმელებით საოცარი სიტუაცია და რადგან ჩვენ მეგობრებზე გადავედით აუცილებლად უნდა ვახსენოთ რომ სეტანტას სპორტს აქვს საოცარი საჩუქრები ჩვენი მაყურებლებისთვის და მე მგონი ეხლა უნდა დავაანონსოთ ეგ საჩუქრები რა არის და როგორ მიიღებენ რა თქმა უნდა თავარია რომ უყუროთ ეპიზოდს და ეს ეპიზოდი გქონდეთ ასე ვთქვათ ნანახი რომ იმ კარდებით რაც შემდეგ განთავსდება ჩვენს Facebook გვერდზე შეძლოთ ხო ანუ კითხვებზე პასუხის გაცემა თუმცა თუ ეპიზოდი არ გექნებათ ნანახი რთული იქნება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და ვთქვათ რა საჩუქრები მოამზადა სეტანტას სპორტსმა ვოისოვერებმა და ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ რეიხებმა კრისპის სახით თქვენს უნდა გაგასინჯოთ კი აუცილებლად სეტანტას სპორტს აქვს საოცარი საჩუქრები უნდა ვთქვა ეს ყველაფერი ანუ ესე დავიწყებ რა ჯერ აქ ამონათდება 30%-იანი პრომოკოდი რომლითაც შეგიძლიათ გამოიწეროთ ფასდაკლებით 30%-იანი ფასდაკლებით სეტანტა ასევე ჩვენს Facebook card-ზე განთავსდება კითხვა რომლის სწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ შეიძლება მოიგოთ სეტანტა სპორტისგან 6 თვიანი უფასო გამოწერა ეს ერთი და მეორე ძალიან დიდებული საჩუქარია და მე რო არ ვიყო აქ აუცილებლად მე მოვიგებდი რომელიც აი ყველაფერს უხდება კინოსაც სპორტსაც აი რა ვიცი ამაზე კარგი საჩუქარი არ ვიცი რა შეიძლება იყოს ეს არის პროექტორი რომელიც შეგიძლიათ მოიგოთ ჩვენს გვინდა ჩვენ ხო არ მოვიგოთ მინდა ასევე ვოისოვერებისგან საჩუქრად შეიძლება მოიგოთ კინოთეატრის 4 ბილეთი ფორმულა 1-ის ფილმზე რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენი მეგობარი კომპანიისგან რეიხებისგან ჯანსაღი სნეკი კრისპი რომელიც არის კონსერვანტების გარეშე და ძალიან მინდა რომ ჩვენმა სტუმრებმაც დააგემოვნონ ხო აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ და აი რომ მოგვაწოდოთ თუ შეიძლება კრისპები მოკლედ მოგვაწოდეს არაჩვეულებრივი ქართული კრისპები ჩიფსები რეიხების კრისპი რომელიც არის 4 გემოსი ბიჭებო თქვენს გაქვთ მაკეთ ხარეს თქვენ რომელი გემოთ გაქვთ ჩემი ოსპით არის ხო ჩემი არის გემრიელით ეს არის სელის მარცვლებით ეგეთი მაქვს მეც ხო სელის მარცვლებით ხო და აქვე თან აი ამ ხრაშუნთან ერთად ცოტა მუკბანგის ამბავის გამოგვდის თან გადავდივართ მე მგონი მაგაში ძალიან გემრიელია ღვინის სნეკია ჩემი აზრით ხრაშუნთან ერთად ძალიან გემრიელია აქ უნდა ვახსენო ანუ კონსერვანტების გარეშეა ქართულია რაც თავარია რა და
ფილმსაც უხდება და ძალიან ფორმულა ჯანსაღი, 1-საც. იმიტომ რომ ჩიფსები ხო არის ესე ასოცირებული, რომ რაღაცა ჯანკი, რაღაცების და იმეებით და ამეებით და ბავშვებს არაჭმევენ და ასე შემდეგ და ეს არის მართლა, ანუ აი ყველა შეუულია ჭამოს რა, ანუ კბილები როგორც კი ამოუვა ბავშვს შეუძლია რომ ეგრევე შეუძლია ახრაშოს. ანუ მართლა ძალიან კარგი. მართლა ძალიან მომწონს. გაჩუქებთ, გაგატანთ. აუცილებლად. დიდი სიამოვნებით უარს არ არის. ჩვენი ამბავი თან ვახრაშუნოთ და თან არა, ერთი უნდა ვახსენო რომ კინოს და სპორტს რა თუ არა კრისპი უხდება რა, ორივეს. ასე რომ კრისპი და ღვინო მაკლია. ღვინო გაკლია. ღვინოს შემდეგში მე დაგიდებ აქ უკვე რა. ეგ ამბავი. კარგად შეცვლის იმას მიწის თხილით რო ვიხჩობოდი აუ. კაბინაში. კაბინაში ჭამთ ხოლმე მიწის თხილს და ხან ვიხჩობით ხან რაღაცა და ეს არ დაგვახშობს. მხრაშუნს შეიტანს. კი. ზრავის ხმასთან მეგონა. ზრავის ხმასთან ერთად კი. ეს კრისპები ცოტა ხანი აქ მოვათავსოთ. თქვენც რაღაცნაირად მოვათავსეთ. ამოვიღე უკვე. მიზანში ყავს ამოღებული ხო? და დრო დაუბრუნდეთ მოკლედ ჩვენს მთავარ თემას. ჩვენი მთავარი თემა არის ფორმულა 1-ის ფილმი. შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს და მინდა კიდე გვესაუბროთ თქვენს პროფესიაზე რა, იმიტომ რომ აი ჩვენი და თქვენი პროფესია რაღაცნაირად გავს რა, თავშიც ახსენა ეხა ციკომ რომ აი თქვენს რაღაც ქართულად აკომენტირებთ, ჩვენს ქართულად ვახმოვანებთ რა და ჩვენ სპეციფიკაზე ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე ამ ეპიზოდებში, გახმოვანების სპეციფიკაზე ძალიან ბევრი იციან უკვე ჩვენო მაყურებელმა. ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის ალბათ თქვენი პროფესიის სპეციფიკა, აი როგორია გარემო, როგორ დაიწყეთ საერთოდ ამ სფეროში, როგორ მოხვდით და თქვენი გზა მოკლედ და რამდენად გემრიელია ეს ყველაფერი თქვენი რუტინისთვის, ანუ გულისხმობ. გემრიელი არა საუკეთესოა მე. კრისპის გავსად. კრისპის. ანუ საუკეთესოა, იმიტომ რომ რეალურად ფორმულა 1-ის კომენტირება, ან ბავშვობაში 5 წლის რო ვიყავი, პატარა მანქანები მქონდა, იმ მანქანებს თამაშობდი და კომენტირებდი და რეალურად ანუ საერთოდ სხვა მიმართულებით წავედი, მე კომერციული მიმართულებით წავედი და შემთხვევით აღმოჩნდი ფორმულა 1-ის კომენტატორი რეალურად 2019 წელს. მანამდე ვიყავი გაყიდვებში, დიდ კომპანიაში მუშაობდი, ანუ რეგიონალური მენეჯერი ვიყავი, სამი ქვეყნის და ასე შემდეგ. ხო და გამოჩნდა ფორმულა 1, რომელიც ჩემთვის არის მხოლოდ სიამოვნება. ანუ შეიძლება ფიზიკურად დამღალოს რა, მაგალითად თელი დღე რეპორტაჟი თუ მექნება, ფიზიკურად შეიძლება დავიღალო, მაგრამ მორალურად ვერაძალით ვერ დავიღლები და ანუ არ მომბეზდება ამის კეთება. როგორ უნდა მომბეზდეს, ვერ ხვდები საერთოდ. ანუ იმის მიუხედავად რომ რაღაც დონეზე მე რაღაც პერიოდის შემდეგ რუტინაში გადადის, მაინც აი ეს ის გაქრო. ჩემთვის რუტინაში ვერ გადავა, ანუ ჭამა როგორ გადავა, ხო რუტინაში ვერ გადავა ჭამა რუტინაში. ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაღაცაა შენთვის. იმიტომ რომ ანუ თუნდაც ძალიან ემოციური ადამიანი ვარ ცხოვრებაში რა და მან იმდენ ემოციას ხარჯავ რომ მე აღარ მაქვს ხოლმე არც ჭუბის თავი არც ნერვების და არაფერი. იცლები ბოლომდე მოკლედ. ამიტომაც ანუ შველისთან თერაპიული ისიც აქვს ხო ანუ განწყობა. ხო და თან ჩვენც ესე ვართ პრინციპში ხო კინო თუ არ გიყვარს რთულია რა რომ ახმოვანო კინო, იმიტომ რომ დღეში გიწევს ძალიან ბევრი სყურება. დაახლოებით იგივე ამბავი იქნება ალბათ თქვენ შემთხვევაშიც, რომ თუ არ გიყვარს არ იცი და რაღაც შენი ორგანული ნაწილი არ არის, ვერც გააკეთებ. ზუსტად ეგ არის, რა ხო ყოველი საქმე ასეა, რომ თუ არ გიყვარს, ისე არ გამოგივა რა და აი ზუსტად ეს ახლა ფილმები თუ არ გიყვარს, გახმოვანებაც ისე არ გამოგდის. თუ სპორტი არ გიყვარს, ვერც რეპორტაჟი ვერ წაიყვან, კარგად და აი ხალხს ავიწყდება ხოლმე ეს ყველაფერი რა, აი ძალიან ბევრი კრიტიკა მოდის ხოლმე. ხო ახლა ორივე მხარეს ვერანაირად ვერ ეყარებით, თუნდაც ფილმის გამხმოვანებელი. ხო ვიღაცას მოწონ შენი გამხმოვანებული, ვიღაცას არა. მაგრამ ამაში იმხელა შრომადევს თვითონ იმხელა სიყვარული დევს, რომ ანუ მე გამიხარდება თუ ადამიანები ამის დაფასებას ისწავლიან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვიღაცას ყოველთვის ჯობია, საუკეთესო ყველა ვერ იქნება, მაგრამ უნდა ესმოდეს ადამიანს ის, რომ აი თუნდაც ვინც თავის საქმეშია ძლიერი, თავის თავთან უნდა გაავლოს ამ ყველაფრის დროს პარალელი რა და აი შენ ახსენე ზუსტად რამდენად ისეთია ყვეთა აქვს კომენტინგს და გახმოვანებას. არ ვიცი, პირველ რიგში ალბათ ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაყურებლის ყურმა უნდა მიიღოს ეს ხმა, რომ აი წეღარაძეც ვისაუბრე, ეგ არ მოხდეს და პლუს რა თქმა უნდა, ცოდნა დეტალებში, თუნდაც გახმოვანებისას, ხო, ეხა ერთია რაღაც კომედიას ახმოვანებ და მეორეა ინტერსტელარი გაახმოვანოს, საერთო სხვა სპეციფიკა. ასე არის აქაც რა, სხვა სპორტის სახეობები შეიძლება ცოტა მარტივად მოგეჩვენოს, აქ ცოტა ტექნიკური ენაა საჭირო და ცოტა რთულია ამ ხრივ და აი თავისი სპეციფიკა აქვს ყველაფერს თვითონ უშუალოდ აი პროცესშიც რა.
ხო და ძალიან კარგია კიდე ერთხელ ჩვენ ყოველთვის ვახსენებთ რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ და იმის შანსი რომ ჩვენაირი პატარა ქვეყანაში იყოს ჩვენს ენაზე, ქართულ ენაზე, როგორც ფილმები, ასევე ყველა სპორტი, რასაც აკეთებს სეტანტა სპორტი, მართლა საოცარ რაღაცას აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. იმ ხელას რომაც დებს სეტანტა სპორტი, თუნდაც რომ რაღაც ლაივში გავიდეს, ანუ იმდენი ადამიანი მუშაობს ამაში და იმდენი ოპერაცია კეთდება, ანუ ხმით დაწყებული რეჟისურა, ხო, ტრანსლაციის გამშვები ჩვენ, ნების ბევრი ადამიანი. თუნდაც მარტო ის ადამიანი, ვინც გეუბნება რომ ლაივში ხარ. ხო, ლაივში ხარ. ესეც მნიშვნელოვანია და რომ გითხრან რომ ლაივში ვართ, რომ ვიცოდეთ, როდის დავიწყოთ რა. ანუ ხო, ყველა რაღაც აკეთებს და უცებ ვიღაცას რომ ლანძღავს. ხო, აი მაგით ვახსენე, რომ ძალიან რთულია, როცა ვიღაც ადამიანი მოდის და წამოწოლილი სახში ტახტზე და უცებ თუ ამათი დედამატირე, ანუ რანაირად აი რა ხმა აქ ან რანაირად ხوانეს როგორ თქვა ხო? ზოგადად კომენტირებაც რა, ერთი შეხედვით ხო, შეიძლება ანუ შედიხარ და ლაივში მიყავს რა ხდება, უნდა რა უნდა აღწერო რა, ვიღაცისთვის რა უნდა ხო? ანუ აი ზუსტად ეგ ადამიანები მაინტერესებს რა უნდას რო იძახე. რა შეუშვათ ამ კაბინაში? აი ზუსტად. რა მოხდება? აი ძალიან მაინტერესებს. წყლის გარეშე. ანუ არაფერი, ანუ არავისთან ის არ მაქვს, უბრალოდ ანუ ცდა რა, მინდა რომ ცადონ რა თვითონ აი ეს პროცესი რა. აი გაიარონ თავის კისერზე გადაიტანონ. სტარტის პროცედურა ცადონ ფორმულა 1-ის, თუნდაც ფეხბურთის ცადონ. აი როცა შტურმზე მიდის გუნდი და ანუ სწრაფი პასები მიდის და მიდი აბა დაინახე ვინმის აძლევს პასს ხო კალათბურთი აიღე ჰოკეი აიღე ჩოგბურთი აიღე MMA აიღე ხო იმ ხელას რომას დებენ ეს ადამიანები კომენტატორები ამ საქმეში ხო ცხოვრებას ანუ ცხოვრობ ანუ წარმოიდგინე შენ რო რაღაცა რეპორტაჟი წაიყვანო და ადამიანს რომელიც გიყურებს და გისმენს ხო რომ მიაწოდოს სწორი ინფორმაცია ფაქტიურად შენ რეპორტაჟამდე მთელი დღე ამისთვის უნდა მოემზადო ყოველი ფეხბურთელის იქნება პილოტის იქნება გუნდის იქნება სტატისტიკა წინა კვირაში რა შვებოდა ბოლო თამაშიდან ამ თამაშამდე რა გადახდა თავს ფორმულაზე წავიდეთ ხო ფერარიმ რა აპდეიტი გააკეთა მაკლარენმა რა აპდეიტი გააკეთა ოღონდ აპდეიტი გააკეთა საკმარისი არა იქ რა გააკეთა კომპონენტებისგან შედგება ბევრი მოქმედებს ეს აპდეიტი ხო რაში შეიძლება უკან დაწიოს რომელ პილოტს მოერგება ანუ მილიარდი იმდენი ნიუანსი და დეტალი არის რომ ცოდნა არის საჭირო მოკლედ ესე რომ დაჯდე და წაიყვანო არ გამოდის თქვენ შემთხვევაში მე მგონი თან შეიძლება ეხლა მე დილეტანტი ვარ რაღაც არასწორად თქვა მაგრამ თქვენ შემთხვევაში ცოდნით არავინ არ გაჩენეო ანუ პლუს იმას რომ აი რაღაც ეს სტატისტიკები იცოდეთ და ბოლელები და ეს გუნდები კონკრეტული რაღაცების რა ტექნიკური დეტალების აი მანქანების ანუ ეგ დეტალების ცოდნაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომ აი ისტორია და დეტალები კი დეტალები რომ სად რა და აპგრეიდთა როგორი ნაწილია ეს ნაწილი ანუ ეს თელიანი ეს არის გოუთ აი ლიონ რაზეც ვისაუბრა ზუსტად რა შეიძლება თქვა რეპორტაჟის დროს რომ ფერარიმ რაღაც დაკიდება შეცვალა მაგრამ დაკიდებაში რა შეცვალა და ამით რა იცვლება ეს უნდა ახსნა თან ხო ვიღაც ხო იტყვის რომ ანუ შეცვალა გავიგე მაგრამ რა შეცვალა რა გაუმჯობეს და ამით და ამას უნდა გაშიფრო ამას უნდა ახსნა ხანდახან არის ხოლმე რომ ერთი რეპორტაჟი არ ყოფნის ამის ასახსნელად ამის ალაპარაკოთ უშუალოდ რბოლაც ხო უნდა წაიკითხო პროცესით 100 ამოვნო ასე ვთქვათ მაყურებელი და აი მოკლედ ძალიან კომპლექსური სპორტია რა თან ეს აპდეიტიც ანუ გარდა იმისა რომ ეგ სიმულატორზე სინჯავენ ანუ ტრასაზე აპდეიტი რომელიც მოდის ფორმულაში მე პატა და გუნდები და პილოტები ერთად სინჯავენ რეალურად რა ანუ ამ რეალურად როგორ მუშაობს ყველაფერი უკვე უშუალოდ ტრასაზე და მე ანალიზს ვაკეთებთ პროცესში რომ აი ამის რო შეცვალა ამიტომ ვერ შევიდა მოსახვევში ამიტომ გახიზდა მაგალითად ჩქარ მოსახვევებში ვეღარ არის ისეთი ჩქარი როგორც იყო სამაგიეროდ ნელ მოსახვევებში უფრო აჩქარდა და დააკომპენსირა თქვათ იქ შენელება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გიწევს ლაივ რეჟიმში ამის ანალიზი, ხო? ძალიან რთულია, თუმცა ძალიან საინტერესო. საინტერესო არის კი. მე რა გამეგებოდეს დიდი სიამოვნებით. აი ამ ფილმის მერე მე მგონია რომ ძალიან ბევრი დაინტერესდება.
მე გმომწონს ხო სხვათა შორის რომ ანუ ესეთ იმაში რა ქვია პროფესიებში ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფილმები კიდე უფრო მეტად ახედებენ რა ეხლა ჩვენი პოდკასტის ხაზიც ეგ არის რომ რაღაცნაირად უფრო აი ამ გახმოვანების პროცესში უფრო მეტად ჩავახედოთ რომ არ არის ეგრე მარტივ აი როგორც შენახსენე რომ ვიღაც voice-over-ები თულესი საქმე არის ვიღაცა ზის და ლაპარაკობს აი ჩვენთან ეგ აქვს რომ ლაპარაკობ ფილმს უყურებ მეტი რა გინდა რომ საოცნებო სამსახური გაქვს და ანუ აი საერთოდ ჩვენც ხო გამოვცადეთ ხო ეგ უნდა მეთქვა ეხლა თქვენ ხო გამოცადეთ ისედაც ახლა ნუ ვიცოდით რომ საკმაოდ რთულია მაგრამ ანუ უშუალოდ მიკროფონთან რომ მარტო რჩები და მართლა ის ტიპი უნდა იყო ვინც იქ არის ანუ საერთოდ მართლა სხვა არის რა და ძალიან რთულია და იმიტომ ვამბობ რომ ყველა პროფესიაში ჭირდება დაფასება მით უმეტეს ისეც რომელსაც ჭირდება ბუნებრივი ასე ვთქვათ ხმა და ასე შემდეგ კი თან ჩვენი პროფესიის ამბავი ის არის თან არ ვჩანვართ ანუ კამერების უკან ვართ და მაყურებელი თითქოს რო არ ჩანხარ აღიქვამს ისე რომ აი რაღაცას არ აკეთებ რა მარტივია ხო აი თან რაღაც 1000 რაღაც გზაში და რა ვიცი სხვა შეიძლება ეკრანზე ეხლა თქვენ შემთხვევაში რა მე ყველაზე სირთულე რაც არის რა ანუ რასაც უყურე არის რომ ანუ ეკრანზე უნდა უყურო თქვათ ეხლა იქ მე და კომენტატორს ვახმოვანებდით და იქ არც კომენტატორი არ ჩანს ხო ეგ უნდა მეთქვა ლიფსინგი არ გჭირდებოდა თქვენ ეხლა ნახე ბრედ პიტს რო ახმოვანებ იქ ანუ ესე რომ გააკეთეს უნდა გააკეთო ხო ანუ იქ თამდა დასვა წამები აქცენტები ხო ანუ თან ქართულად და გააკეთო ეს ყველაფერი ქართულად უნდა უხდებოდეს მე მაგას ვამბობ რომ ბევრი მსახიობისთვისაც რთულია ყავს არაჩვეულებრივი მსახიობები ახლა რომლებიც საოცრად ახმოვანებენ მაგრამ ბევრი აი თეატრის და კინოს მსახიობს როგორც ვიცი გაუჭირდა იმიტომ რომ ანუ ერთია ის ითამაშო ანუ შენ როლი მოგცეს რეჟისორმა და თავიდან ბოლომდე შენ თავზე არგებ იმ როლს და როგორც გინდა ისე თამაშობ მაგრამ მეორეა რომ წარმოგიდგენ გიწევს სტუდიაში შესვლა, უყურებ ეკრანზე ის როგორ თამაშობს და იმის ნათამაშები უნდა ითამაშოს შენ. არც იმაზე მეტად, არც იმაზე ნაკლებად, ზუსტად ისე როგორც ის თამაშობს. და კომენტატორობას რაც შეეხება, ხა იქ გამოცდილება არ მქონია, თუმცა რადიოშიც მქონია ორივეს გამოცდილება გახმოვანების გარდა და რეალურად ხო, აი ესე ჩანს ხოლმე, რომ აუ კაი რა კამერა არ არის, რა უნდა, მაგრამ რეალურად ხო ის ემოცია მიცე ადამიანს თუნდაც როცა კომენტირებ და თუნდაც როცა ახმოვანებ ან რადიოში რაღაც ეთერი მიყავს ხო ის ემოცია მიცა შენი ვიზუალის გარეშე მხოლოდ ხმით ბევრად რთულია ჩემთვის მართლა რა მიუხედავად იმისა რომ ბევრი წელი ამას ვაკეთებ ვიდრე როცა ჩანხარ იმიტომ რომ იქ რაღაც ხელსი რაღაც გაარყევ წარფსაწევ და ამ ემოციას გამოხატავ და აქ ეს ყველაფერი ხმით უნდა აკეთო რა თუმცა ძალიან საინტერესოა მაგრამ ცალსახად ხო რთული პროცესია სამივე რაც ძალიან ამიტომაც ენთუზიაზმი თუ არ გაქვს ესე მგონია თქვენ პროფესიაშიც აი ეს ენთუზიაზმი ის სიყვარული მართლა ეხა შენ რო ახსენე რომ აი 5 წლის იყავი და მანქანებს ატარებდი აკომენტარებდი აი აქედანვე თუ არ მოგდის ეგ რა მაკედან მოვედით. მაკედან მოვედით აქამდე. აკაც და მეც ორი. ხო, ანუ ეს საქმე რო არ გვიყვარდეს. თან აი როგორ თქვა, ვისაც სურვილი ქონდა ისე და ძალიან ცოტა იყო რა ფორმულა 1-ის კომენტატორი, თუნდაც შესარჩევის დროს, იმიტომ რომ ფეხბურთი ვიცით რომ მეტად გლობალურია, მეტად პოპულარულია და უფრო ფეხბურთი უნდათ. თან ანუ ძალიან რთულია აი წეღარაზეც ვისაუბრე, შეიძლება ძალიან მაგარი ხმა გქონდეს, ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, მაგრამ აი ტექნიკურად ძალიან სპეციფიური სპორტია, მოკლედ და რთულია ფორმულა 1 წაიყვანო ისე რომ მაყურებელი ჩაახედო ყველაფერში. მადლობა ბიჭებო, მართლა გულწრფელად რომ ესე კარგად და საოცრად გამოგდით რასაც აკეთებს და ის ენთუზიაზმი და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ხო, რაც მეტი იქნება ჩვენს ენაზე და მით უმეტეს სპორტს გულისხმობ და ამ შემთხვევაში ცხადია ძალიან დიდი მადლობა საიტანტასაც, რომ ამ ყველაფრის შესაძლებლობა მიცა ამდენ ადამიანს. ეს არის იგივენაირად მნიშვნელოვანი, როგორც თქვათ კინო, თეატრი და ნებისმიერი რამ, რა ასე. იმიტომ რომ ეგ არის უფრო მეტად ცოცხალი ორგანიზმი კიდევ. არ არის ესე? იმ ფილმს მინდა დაუბრუნდე ერთი კიდე იმ ხრივ, რომ აი მანამდეც გვინახავს ჩვენ რაღაც მსგავსებული ფილმები ფორმულა 1-ზე და ასე შემდეგ. და აი თვითონ ფილმს კიდევ ისე ეთყობა, რომ აი ამ ტექნიკური კუთხითაც მართლა ძალიან ჩახედულები იყვნენ, ვინც აკეთებდნენ ამ ფილმს, აი თუნდაც ისევ ინტერსტელართან ვიტრიალებ, ჩემს საყვარელი ფილმია. ნოლანმა შეისწავლა ყველაფერი იმისთვის რომ გადაეღო ეს ფილმი ანუ რეალურად იყო რაც შეიძლება ახლოს მეცნიერებას ასტროფიზიკა და ასე შემდეგ რა და აი აქაც ზუსტად ეს ეთყობა ფორმულა 1-ს ამ ფილმს რომ მართლა შესწავლილი აქვს ტექნიკური დეტალები კი არის ახლა იქ ვისაუბრეთ რაღაც ცდომილება არის რაღაცეებში მაგრამ რეალურად არ ვიცი პირველ სტაზე ვინმეს თუ შეეძლო ესე კარგად გაეკეთებინა ფორმულა 1-ის ფილმი მე პირადად არ მეგონა
ხო, ალბათ ეგ იქიდან გამომდინარეც არის, რომ ფორმულა 1 იყო თვითონ კიდე თავიდან ბოლომდე ჩართული. ხო, აი ეხმარებოდნენ და დახურული არ იყო მათთვის ეს სივრცე. ვიღაცები, ვისაც არ მოწონდა ეს თემა, თუმცა თვითონ მრგოლელებს. აჰა, ხო. Verstappen მაგალითად საერთოდ პრემიერაზეც არ მივიდა. მართლა? ხო, ნუ არიან. რატო ქონდა ეს სუნოდან ნეგატივი? ყველა მემასწრებსო ფილმშიო იძა. აი ეგეთი რაღაცა. იმას ერჩივნა რომ იმ დასვენების დროს სხვა რაღაცაში გამოიყენა იმას დასვენებს, სადღაც წასულიყო ბელგიაში რბოლაში მიიღო მონაწილე. და ამ დროს უწევდა იქითის. ხო, აი ეგეთი პატარა რაღაცებიც ეხა ახლავს თან. ყველა ჰოლივუდის ფილმს ახლავს ეხა ეგრეა. რაღაც დოკუმენტურ ფილმებსაც რო იღებენ ხოლმე, არასდროს ვიზეც იღებენ, კმაყოფილი არ არის. ის ადამიანი ვიზეც იღებენ. მე არ მინახავს. ჩივილი და რაღაცა. კი, ყველანაირი, რა ვიცი, მთელი ამბავი ხდება. მაგრამ მე მაინც გონია რომ ძალიან საინტერესოა. კი, მაყურებლები აუცილებლად უნდა წავიდნენ, მე მგონი ამ ფილმზე მით უმეტეს ვისაც ფორმულა 1 უყვარს, უნდა აი რომ უყურონ. ცა უყვარდეს, როგორც ფილმად, ჩემთვის ძალიან კარგია, ისევ ვიმეორებ. ექშენიც აქვს ძალიან კარგი დოზით და აი, არ ვიცი, სიუჟეტურადაც ძალიან კარგია. კი, ნამდვილად. ეხლა გვაქვს თქვენთან ერთი თხოვნა. საყვარელი თხოვნა. საყვარელი თხოვნა, ალბათ გახსოვთ, ჩემი ბავშვობის მულტფილმი იყო ელვა მაქვინი, თუ გახსოვთ. ჩემი ბავშვობის მულტფილმი იყო და ძალიან გვინდა რომ 2 წუთიანი პატარა ელვა მაქვინის როლი ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლებისთვისაც, თქვენი ლაივ კომენტარებით. თქვენ ხართ კომენტარები, თქვენ ხართ ისევ თქვენი თავი, სხვა როლში მოკლედ არ ხარ. სხვა შორის მე მგონი ჰამილტონი ახმოვანებდა ერთ-ერთ მანქანას. მართლა? მართლა? ეგ არ ვიცოდი. ეგ კიდე უფრო საინტერესოა. მოკლედ, აი, კიდე ერთი გადაკვეთა მოხდა ეს. კი. ვემზადებით სტარტისთვის. ელვა მაქვინი, ჯეკი იქსი, კლაუდიო ვალსეკი, რომელი მათგანი შევა პირველი მოსახვევში. აქ მცირე გადასაუბრება ერთმანეთში, Mind Games-ი მიდის აქ სტარტის ეპიზოდამდე და 5 წითელი გვექნება ძალიან მალე, რომელსაც რა თქმა უნდა, ლიო წარუძღვება. ნუ ნახოთ, ვალსეკი თუ მაქვინი, რომელი მათგანი შევა პირველი მოსახვევში, თუმცა არ დაგვაუცნეს უკანა პილოტები, რომლებიც გამოჩნდნენ 5 წითელი მწვანე დავიძარით. მაქვინი ვალსეკის წინააღმდეგ, ჯეკი იქსიც აქვეა, უკანა რიგებში არის ბრძოლა. ეს ალპინის პილოტი არის, რომელიც გამოვარდა, თუმცა შავმა მანქანამ ისევ ჩაუქროლა ყველას. ვალსეკიმ დაკარგა იქ თითქოს პოზიციები ელვა მაქვინის მსგავსად, მაგრამ აი აქ როგორ იგერიებენ ერთმანეთის შეტევას. ეს არის საინტერესო პირველ მოსახვევში ვინ შევა პირველი და ვალსეკი ჯერჯერობით კარგია. ვალსეკი ინტერვიუებში ვარ, ვალსეკის მიჩვეული, აი ასეთი კარგი სიარული თუ შეეძლო კლაუდიოს ნამდვილად არ უგედა ბორტოლეტო გამოვიდა. ემზადება, გამოსასვლელად ცოტა დაზიანებულია მისი ზაუბერი, აქ ვალსეკი ლიდერობს მოასფალტებულ ტრასაზე. აღარ არის მოასფალტებული, გადავიდნენ ხრესზე, სადაც ხელოვნური განათებების ფონზე უწევთ ეს დუელი. ეს არ ვიცი ვალსეკის ბაბუა ალბათ, რადგან ძალიან ჟანგიანი მანქანით არის გამოსული ტრასაზე და ბოქსებს ვინ მიაშურებს პირველი აი ურა ჩაუქროლა გარე ტრაექტორი და შემოუარა ვალსეკის ელვა მაქვინმა. თუმცა არ ნებდება, მაინც არ ნებდება აქ ვალსეკი, რა თქმა უნდა, რამხელა ნახტომი გააკეთა. როგორც ერთმა, ასევე მეორემ და მთელი პელეტონი ასე ფრინავი ხალიჩასავით მიყვება მას. ნახოთ მოასფალტებულ ტრასაზე ვალსეკი თუ დაიბრუნებს თავის უპირატესობას, კი ბატონო, გააქტიურებული DRS-ის ფრთით მიყვება ჩაუქროლა თელ ქარავანს კლაუდიო ვალსეკი. მონაკოს გვირაბი იყო თუ არ ვწდები ეს და კი ბატონო ვირაჟითაც ძალიან კარგად ჩანდა. კი ბატონო, გამარჯვებული ელვა მაქვინი, მიულოცოთ ყველა ელვას გულშემო. ძალიან კარგი იყო. უბრალოდ ჩვენი სიცილი შემოდიოდა, ალბათ დავიხოცოთ აქ. ძალიან კარგი იყო. მეც მომინდა რომ კომენტატორი გავხდეოდეს მეცხოვრებაში. არ ვიცი, ელვა მაქვინი ალბათ ესეთი კომენტირებით. კომენტატორი ეხლა ყავს ეტანდა სპორტზე, ჩოგბურჩი, ერთადერთი. ფორმულაში სხვა შორის რუსულ კომენტატინგზე იყო. კი. ხო? კი. აუ ხალხო არა და მოვხდებოდი რა. კი, მოვხდებოდი, აი ძალიან. მოვხდებოდი მაგრამ. აი ძალიან უხდება ეს რბოლა. აქაურ გარემოს. კარგი და კაჩაჩილი, მოდი გავისწორი. დამიჩეჩე უკან. აუ ძალიან კარგი იყო. აუ ხალხო, არ ვიცი, ალბათ ელვა მაქვინი ესეთი კომენტირებით არავის არ უნახავს და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებლებისთვისაც მაგრად გაასწორა რა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ჩელენჯები. გამოცდილება, ხო?
ოკეი. ხო, გასართობად მოვდიოდით ისედაც და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა რეალურად. მე მგონი ძალიან კარგი ეპიზოდი გამოგვივიდა. ინფორმაციული ფილმზე ვილაპარაკეთ საკაიფოდ, ანუ საკაიფოდ ვილაპარაკეთ ფორმულა 1-ზე, რაც აი მართლა ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ასწორებს აი პროფესიონალ ადამიანებთან შევედით, ასე ვთქვათ. კი, როგორც კინემატოგრაფიის ეს იმიტომ რომ ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ფილმი გაკეთდა და თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვედით და ილაპარაკეთ უფრო მეტად საინტერესოდ და რადგან მიმდინარეა, მგონია რომ ბევრ ადამიანს მიცემს ეს ამბავი ინტერესს, რომ ნახოს რა. აქვე უნდა ვახსენო და კიდე უნდა უთხრა ჩვენ მაყურებლებს, რომ ამ ეპიზოდში გეოდებათ უამრავი საჩუქრები, მოკლედ ამ ეპიზოდს უნდა უყუროთ ბოლომდე, შემდეგ Facebook გვერდზე დაიდება 24 საათში ამ ეპიზოდის დადებიდან 24 საათში კითხვები, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ 4 კინოთეატრის ბილეთი ამ ფილმზე, ფორმულა 1-ის ფილმზე, არაჩვეულებრივი კრისპის სნეკები, ჯანსაღი, კი, ჯანსაღი და ყველანაირი კონსერვანტების და ყველაფერი სუდის გარეშე და თან 100% ქართული კიდევ სეტანტას საოცარ საჩუქრებზე რო გადავიდე 2 6-თვიანი უფასო გამოწერა სეტანტა სპორტსის და მეტი რაღაც საჩუქრე. და მთავარი საჩუქარი, რა თქმა უნდა, პროექტორი სეტანტა. ჩვენ რო გვინდა ყველას. ჩვენ რო ვწერთ კომენტარებს. ჩვენ რო ვწერთ კომენტარებს, სახას გადავირქმე, მაგრამ არ იქ ეკაუნტებით რო აკეთებ. 24 საათში, ხო? ჩაუსაბდე. კი. ნუ მოკლედ სეტანტა идеალურ საჩუქარს თავაზობ ჩვენ მაყურებელს და ჩვენს გვინდა ეხლა რომ ყოფილიყავით მაყურებლები. კი, ნამდვილად იმენა ჩვენი ოპერატორებიც შურით იყურებიან იქიდან. არა აქვს უფლება ვინც კი ამ ეპიზოდზე ამ გადაცემაზე მონაწილეობს. ზილიკოს თანამშრომლებსაც არ აქვს მოკლედ არავის არ აქვს. ყველა სავარტვით. და ამას ვინც ჭამს ჩვენ გემრიელ სნექს. ხო. იხებს არც მათ. არა, მაგათ აქვს რა თქმა უნდა. კაი, მაგათ ქონდა. მოკლედ ვახსენეთ ზილიკოს, რომელიც მდებარეობს 74 ნომერში, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი იწერება ბარნოვის 74 ნომერში, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი იწერება. აქ და ხო, ვახსენეთ, როგორ? ვასი. ყველამ თვითონ სიტყვა დამიმატა. რაღაცა დავინდე. სრულად მოკლედ ვერ თქვი ვერაფერი ვერ ჩამოვყალე. ბარნოვის გამოცდა. ის არის ისე გავერთეთ რომ მე კონცენტრაცია უცბად რომ ისევ სერიოზულები გავხდეთ რთულია. ნამდვილად რთულია. კი, და აქვე ჩვენს გვაპატიეთ ჩვენს. კი. აქვე მათქმევინეთ რამე. აი თქვი. აქვე ამონათდება სეტანტა სპორტის 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ფასდაკლების კოდი უпростоრად, რომელთაც შეძლებთ სეტანტა სპორტის შეძენას ლოგიკურად 30%-ით იაფად. ესეც კიდე ჩვენი მაყურებლებისთვის საჩუქარი სეტანტა სპორტისგან. მეტი რა გვერდა. არ ვიცი. სეტანტა სპორტის გამოწვევის ფასი არის, ანუ რეალურად რო დავაკვირდეთ, არის დაახლოებით ჩაულის და კოკაკოლის ფასი. კი. და იმას კიდე აკლდება. იმას კიდე აკლდება 30%. ჩაულმა უფრო გავზუდა. კი. აღარ ღირს. აღარ ღირს, ნამდვილად. UFC, Formula 1, ყველაფერი. ფეხბურთის ყველა ჩემპიონატი, შიდა ჩემპიონთა ლიგა, ანუ არც ერთ ქვეყანაში გავს კონტენტს ესე იაფად ვერ შეწოდები. ხო, ვერ იყიდე. სპორტის ზეიმია მართლა, აი ვისაც სპორტი ევასება და რავი, ვისაც არ ევასება დაჟე, ჩემი აზრით, იმათაც უნდა კონდეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თამაშებსაც აჩვენებთ ხოლმე საქართველოს ხო. და ამას დამატებული Netflix-ი, ნუ რა თქმა უნდა, იმას თავისი ფასი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ესე ძალიან დიდი ფუფუნია. კი, ნამდვილად და სხვადასხვა აქციებიც გაქვთ ხოლმე სხვადასხვა კომპანიებთან, სულ მუდმივად. კი, ამიტომ რა ვიცი, ამაზე მეტი იაფად გაიარეთ მეგობრებო და ნახეთ თუ იმე უფრო იაფად. გავაზიარეთ ბევრი საჩუქრები, სეტანტას ფასი, რომელიც შაურმაზე ნაკლებია და პლუს კიდე აკლდება. და ბევრი რაღაცა კარგი ამბებიც მოვყევით რა. ძალიან გამიხარდა რომ გაგიცნობთ. დიდი მადლობა თქვენ პირიქით. და მოდით ხოლმე და გახმოვანების ამბები თუ გამოჩნდება ჩვენს აუცილებლად ჩავუწია. მოკლედ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მაყურებელს, მადლობა შენციკო, მადლობა ზილიკოს, მადლობა ჩვენს მეგობრებს, ყველას დიდი მადლობა. ეხლა დაგემშვიდობებით პოდკასტამდე. კარგად.